ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა, ჩვენ კვლავ ერთად ვართ და ჩემს საინფორმაციო ბანკში დაგროვილ ყველა ინფორმაციას შემოგთავაზებთ ინფორმატორის ყველაზე ვრცელ გამოშვებაში, რა თქმა უნდა, ლაილაისთან ერთად. წიგნის სახლი პარნასი მორიგ წიგნს გვთავაზობს. თუ ვინ არის ავტორი და რა სიახლეს გვპირდება იგი, ამას სიუჟეტში ვნახავთ. კითხებული 5 ტონეული ალექსანდრე კალანდაძემ და ეხლა ბატონმა ალექსანდრემ ეს 5 ტონეული მიუძღვნა მე-19 საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას. რატომ გავაკეთე? იმიტომ რომ ეს არის ლურჯა. ეს გააკეთა მისი მოწაფეების ინიციატივით შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის განყოფილების თანამშრომლების მიერ ძირითადად მათი ინიციატივით, რომლის დამაარსებელი ბატონი ალექსანდრე გახდა 1995 წელს და მის მიერ დაარსებული განყოფილება აგრძელებს მუშაობას ჟურნალისტიკის ისტორიასა და საერთოდ ჟურნალისტიკის პრობლემებზე. ზაზა ორაშვილი თავს დასვენების უფლებას არ აძლევს და ახალ კლიპზე მუშაობს. ამჯერად ლილიკო ნემსაძის სიმღერას თიკა ხევსურიანი და რომარ ცხილაძე შეასრულებენ. რაც შეეხება თიკას, იგი მომღერალი არ არის. იგი ექიმია და პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს, ხოლო სიმღერის სურვილი მას სპონტანურად გაუჩნდა. ხოლო რაც შეეხება რომარ ცხილაძეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ავარიაში მოყვა და თავის სულ ჭრილობებში აქვს, მაინც აგრძელებს მუშაობას. მოდით ახლა სიუჟეტი ვნახოთ. ესე რო იყოს? ესე რო იყოს? არა, აი გავუშვი. აი ესეც რო გაუკეთდეს და მთელი ყელი რო დაიფაროს. კიდე მაგ ერთი. მე რო შევასურათებ. ცირათონეზე. ეს რა თქმა უნდა ადრე იყო ჩაფიქრებული, როდესაც ჩავწერეთ სიმღერა, ეს სიმღერა დაახლოებით ჩაიწერა გაზაფხულზე. და თავად კომპოზიტორის იდეა იყო ლილიკო ნემსაძის, გაკეთებული იყო კლიპი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიგეგმა, უფრო ზაფხულისთვის. რაც შეეხება გადაღებებს, ჩემთვის ეს მეორე კლიპია, ალბათ ფიქრობ მომავლისთვის შევჩერდები, ამაზე მე არ ვფიქრობ, რომ დავუშვათ გადავიღებ მაყურებელს შევაწუხებ ჩემი კლიპებით. რაც შეეხება სიმღერას, ალბათ სამომავლოდ ხანდახან შევეცდები ჩავწერო რამე ესეთი საინტერესო ლამაზი მელოდია. ექსპრომტად გადაწყდა ეს გადაღებები, ჩამოვიდა 5 დღით არის ჩამოსული თბილისში, აივიღებთ კლიპს და ხვალ უკვე ღამე გაემგზავრება თიკა უკვე პარიზში. ნუ ალბათ იტრიალებს ეს კლიპი თბილისში, აყურებელიც გაეცნობა ამ ნამუშევარს. ეს გაიცნობა. ეს ჩანს, ხო? მე არ მინდა წინაწინ ველაპარაკო, მე მგონია რომ ეს სიმღერა უკვე ტრიალებს რადიოში. და მე ვმნებიან რომ ხშირად რეკავს აყურებელიო რომ გაუშვით ეს სიმღერა. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში თბილი კლიპი ნამდვილად უნდა გამოვიდეს და დანარჩენი აი დღეს პირველი დღე არის გადაღების, ხვალაც მექნება გადაღება და აი 2 დღიანი გადაღების შემდეგ დავასრულებ კლიპს. ნახოთ, მეც ველოდები შედეგს. საკითხი ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.